Hi, everybody როიტყვენ. ესე იგი, დღეს უნდა განვიხილოთ ლაივში ორგანიზმი როგორც ერთი მთლიანობა. არ ვიცი ეს გუში ვინ მოიტანა, მაგრამ ფაქტია, რომ PSP-ს რეკლამა არის მოტანილი სახში. და არიგეს თუ ვინმე მოიტანა, არ ვიცი. და რადგან მე ვთქვათ ინტეგრაციულ მედიცინაში ვარ და ორგანის აღვიქვა როგორც ერთი მთლიანობა და არა რაღაც ცალკე ორგანოები და ჩვენ მთლიან ორგანო დააღვიქავთ ორგანიზმს. ამიტომ მოდით ახლა განვიხილოთ რა განსხვავება აღქმაში, როგორ უდგებით ორგანიზმს. რა განსხვავება კლასიკურ მედიცინაში, ანუ პროტოკოლ აფთიაქების მედიცინაში და რა განსხვავება ბუნებრივ მედიცინაში. აი ხა მაგალითად შევატყობთ კამერა და აქ წერია რომ მედიკამენტები უფასოთო, რაღაც როგორ უნდა მიიღო მედიკამენტები უფასო და მერე წერია. Ну, წნევის წამალი დაახლოებით 1-20 ცალი, მერე წერია ქოლესტერინის წამალი დაახლოებით 10 ცალი. მერე წერია სტენოკარდიის ასთმის და გლაუკომის წამალზე საერთოდ ჩავიფსი, რასაც ვქვია სიცილისგან ალბათ 1-20 ცალი წერია გლაუკომის წამალზე. Ну, ეპილეფსიის წამალიც 10 ცალი, შაქრიანი დიაბეტის კიდევ პირობითად 10 ცალი, შარდმდენები, ანუ და ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტებიც დაახლოებით 5 ცალი და ასე შემდეგ. დავიწყოთ აი მარტივად გლაუკომით მაგალითად, აი გლაუკომაზე არის დაახლოებით 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 18, 20, 22, 24, 26, 29, ну 30-მდე მედიკამენტი გლაუკომის. აი ესე. მეგობრებო, გლაუკომა არის თვალში რომ წნევა მატულობს. ანუ თვალში რომ მატულობს წნევა, რომელიც არის ძალიან საშიში და რა თქმა უნდა, სიმპტომურად უნდა უმკურნალო, იმიტომ რომ თუ წნევას თვალის წნევას არ უმკურნალო, დაბრმავდები მე ჩვეულებრივად რა. ამიტომ ეს წვეთები რაც არის, ჩვეულებრივად გასაგებია და მისაღებია. მე ამას არ ვუარყოფ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა შედეგი უკვე დადგა, ცხადია იმ შედეგს უნდა შეებრძოლო ადამიანი, მაგრამ გლაუკომის სამკურნალოდ რატომ არ არის პირველ რიგში, ანუ პროტოკოლში, ანუ როცა მივდივართ ოფთალმოლოგთან თუ ოკულისტთან, როგორც ქვია, იმაზე რა ქვია თავიანთ ენაზე, რატომ არ არის მაგალითად, რატომ არ ნიშნავენ მაგალითად დიეტას, ანუ სწორკვებას მაგალითად, რატომ არ აღებინებენ კვებიდან მაგალითად შაქრებს, მაგალითად პურფუნთუშოვს და ასე შემდეგ. გუშინ დავიბანე და ჩემი თმები, ანუ მეგობრებო, ჩემი რეალური თმები არის ესეთი კურუჟა. აუ, ეხა მირეკავე? არა, შევ ცოტა ხანი ლაივში ვიქნები და მე რო პასუხებ. და შესაბამისად, პირველი მთავარი, ჩვენ გვაქვს სამი ტიპის სისხლძარღვი. ერთი არის არტერიული, კაპილარული და ვენური, მეგობრებო. ყველაზე ცუდად იკვებება, ანუ ყველაზე ცუდი კვება არის კაპილარული კვება, ანუ ყველაზე წვრილი არის კაპილარული კვება, მეგობრებო. და შესაბამისად, როცა კაპილარული კვება, ანუ კაპილარულად ანუ აი რატო არის თუნდაც დიაბეტიანობის შემთხვევაში ფეხის თითები და რაღაცეები, განგრენა და რაღაცეები რო ეწყობა და რაღაცეები რატო? ანუ აი იგივე ყველაზე აგრე ხედულობა რო ქედება და რატო? იმიტომ რომ კაპილარი არის ყველაზე წვრილი მილი, ესე რო ვთქვათ, და ყველაზე სხვადასხვა მიზეზების გამო ეს კაპილარული წყდება ნელ-ნელა სუსტდება. შესაბამისად, თვალის ბადურა და თვალის ეს ყველაფერი და ზოგადად თვალი ვეღარ იღებს იმ საკვებს, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმიდან. ანუ ჩვენი ყველა ორგანო ხო იკვებება ჩვენი მიღებული საკვებიდან. ამიტომ გლაუკომის დროს პირველი რაც უნდა გააკეთო, ეს არის კვების კორექტირება აუცილებლი. და ეს არის ისეთი მკურნალობის დანიშნა, რომელიც სისხლძარღვების კვებას გააუმჯობესებს, სისხლძარღვების ელასტიურობას გააუმჯობესებს და ასე შემდეგ. ანუ გარედან რა თქმა უნდა ჩაისხა ეს წვეთები და რაღაცეები, რომ არ დაბრმავდე მომენტალურად და რაღაცა. რა თქმა უნდა, მაგრამ თუ შენ სისხლძარღვებზე არ იმუშავე და თუ შენ სისხლძარღვების მიმართულებით არ იმუშავე, არ არსებულია რომ შენ რაღაცა სერიოზული და კარგი შედეგი გქონდეს. რაღაცა შედეგს მიიღებ ეხლა მთლადისი არ დარჩები, მაგრამ იგივე ახლა მაგალითად წნევის დამწევის საშუალებებიო, ხო? ნახეთ როგორ არის დაახლოებით 15 ცალი წნევის დამწევის საშუალებები იყო იქ. მე პირი რო დავიბანე, კვებავი არ წამისვია და წავისვა თორემ მე აღარ მეცლება. სხვათა შორის მკვებასაც მე ვამზადებ ხალხო. არ ყიდულობ.
ჩემი მაგ პირადი. ვიმე, რა კაი ბუჩქი მაგდეს თავზე. კაი მოსაკოჩრი. ხოდა. არ დაჩედა. ხოდა. ეს არის რა ქვია. ხოდა, რა ქვია, წნევა შეიძლება გამოსწვეული იყოს სტრესისგან, რა ქვია, ოსტეოქონდროზისგან, თირკმლებიდან, ქოლესტერინიდან და ასე შემდეგ. ანუ მიზეზი არის ბევრი და თუ ჩვენ მხოლოდ შედეგზე ვიმუშავებთ, აი ხა ძალიან უკვირთ მაგალითად რომ აი თუ კი აი ქოლესტერინის მაგალითად უამრავი წამალი არსებობს და გლაუკომის უამრავი წამალი არსებობს, ერთი გირჩის ნაყენი როგორ შეიძლება კარგი იყოს წნევის დროსაც, ნერვული სისტემის დროსაც და ანუ ყველაფრის დროსაც ასე. იმიტომ რომ განსხვავებით ქიმიური პრეპარატებისგან ბუნებრივ პრეპარატებს თუ კი რაღაცა ის დადებითი თვისება აქვს, იმას რომ დალევ ის აისახება მთელ შენს ორგანიზმზე. მიხვდი? აი მაგალითად ამ წლი რომ ავიღოთ მეგობრებო, ხო? ამ წლს თუ კი აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება, აი ხა მაგალითად კლასიკურ მედიცინაში როგორ არის ნახე? კლასიკურ მედიცინაში როგორ არის? საკვერცხის ანთებაზე სხვა პრეპარატი ინიშნება, რა ქვია, გული რო გტკივა, სხვა პრეპარატი ინიშნება, ანუ თავის ტვინის ანთებაზე, ანუ მენინგიტზე სხვა პრეპარატი ინიშნება, რა ქვია, ფილტვის ანთებაზე სხვა პრეპარატი ინიშნება, რა ქვია მაგას სახელი, რა ვიცი, თვალის ქუთუთოს ანთებაზე სხვა პრეპარატი, ანუ რამდენი ორგანოც არის, იმდენი და ორგანოს ანთებაც არის, იმდენი პრეპარატი ინიშნება, იმდენი არის სახეობა არსებობს. ამ დროს თუ პროდუქტს გააჩნია ანთებსაწინააღმდეგო თვისება, იმას რომ დალევ, მაგალითად აი გირჩი. ნევროზი, ვირუსები, ბრონქიტი, იმუნიტეტი, დაღრილობა, დიაბეტი, ძილი, ინსულტი, ხველა, წნევა, აი მარტივად ეხა თან გირჩის სეზონია რა. აი ხა მარტივად ეგრე კლასიკურ მედიცინაში ხომ არ არის რომ ის რაც დიაბეტისთვის გამოდგებოდეს მაგალითად ვირუსებისთვის. ეგეთი რაღაცა ხო არ არის? ან ის რაც ფარისებრისთვის არის კარგი, ფარისებრის წამლები ხო არის ელთიროქსინები და რაღაცები, კარგი იყოს ნევროზისთვის, ეგრე ხო არ არის? მაგრამ ბუნებრივ მედიცინაში თუ კი ბუნებრივ საშუალებას გააჩნია ეს თვისება, ესე იგი ის, ანუ რომ დალევ და ჩავა კუჭში ნაწლავების მეშვეობით ხო გაიწოვება მთელს ორგანიზმში, ყველა ორგანოსთან ხო მივა, ესე იგი ის შესაბამისად არის მთლიანი ორგანიზმისთვის, ანუ იგივე მაგალითად უნდაც აი დინდგელი რომ ავიღოთ. დინდგელი სხვათა შორის პარემ ხა განახეთ, როგორ კეთდება, ანუ ჯერ ხო ყურის უკან უნდა წაისვა და ელოდო 24 საათი თუ არ მოგექავება და თუ არ გაგეწისდება, მერე შეიძლება. ნახეთ ბავშვებო, ეს არის დინდგელის ჭიქა. ნუ ორი ჭიქა გვაქვს დინდგელის რა. ეს ცოტა დიდი წლების ნახმარია და ეს ახალია. რომ ჩაასხავთ დინდგელს, ჯერ ყურის უკან გაიკეთებთ იმას, რა ქვია. ეხა ამაში წყალი იყო და იმიტომ გათეთრეთ. დაიცოდი გადმოვაქციო. რომ ჩაასხავთ, არის ჩვეულებრივად ყავისფერი რა. ესე არის ჩვეულებრივად ყავისფერი. მერე წყალს რომ დაასხავთ, გახდება? ხო არის ყავისფერი. გახდება? ასეთი თეთრი, რძისფერი. ოღონდ ვიდრე დალევთ იმას, რა ქვია, დინდგელს, მანამდე უნდა ყურის უკან წაისვათ და დავედოთ 24 საათი. სხვათა შორის ეს ახალი D ვიტამინები ჩამოგვივიდა. ხო და თუ კი დინდგელს აქვს ანტიბაქტერიული თვისება, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბაქტერია არის ნაწლავებში, თვისება თუ აქვს და ასე შემდეგ ანტიპარაზიტული თვისება ხო აქვს დინდგელს. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის პარაზიტები ყავს და ასე შემდეგ. ანთებსაწინააღმდეგო თვისება ხო აქვს. ხო სხვათა შორის დინდგელის დალევა რომ ჩაასხათ ცოტა ხანი დაელოდეთ რა. ამიტომ სხვათა შორის ანტიკანცეროგენული, ანტისიმსივნური თვისებაც აქვს დინდგელს, ისევე როგორც ქემას, რა ქვია, ანწლი მაგალითად. ხო და აი როგორც ანწლი მაგალითად გამოიყენება სახსრების დროსაც, ონკოლოგიის დროსაც, დიაბეტის დროსაც, პარაზიტების დროსაც, რა ვიცი, ყველაფერში გამოიყენება, იმიტომ რომ ბუნებრივ საშუალებაში ეგრეა, რომ თუ მას ის თვისება აქვს,
უკვე ორგანოებს აღარ აქვს მნიშვნელობა. აი განსხვავებით მაგალითად, აი ონკოლოგიაშიც მაგალითად ეხლა არც თუ ყველა ორგანოს თავისი სამკურნალო ანტისიმსივნური საშუალება აქვს, არამედ აი მაგალითად რა ვიცი, თუნდაც ძუძუ სიმსივნური ავიღოთ, იქაც უამრავი ტიპებია, ქვეტიპებია და რა ვიცი, დაახლოებით ალბათ მინიმუმ 1 20, 40, 50 სახეობა პრეპარატი, ანუ სხვადასხვა. და კონკრეტულად უნდა მიუსადაგო და რა თქმა უნდა, კლასიკური მედიცინის კუთხით ეს სწორია და ეს ასეც უნდა იყოს, რომ რა ტიპის შენების უჯრედსებრძვიას კონკრეტულად რაღაცა, მაგრამ ეხლა ამ წლის შემთხვევაში ხო არ აქვს მნიშვნელობა რომელი სახეობის სიმსივნეა იმას რადგან აქ ანტისიმსივნური თვისება, ესე იგი ის ყველანაირ სიმსივნეზე გამოიყენება. ამიტომ აი ეგრეთი კითხვები, რომ მაგალითად რანაირად შეიძლება რომ ეს ერთი პროდუქტი ესე ყველაფერზე კარგად იყოს და დადებითად იყოს, დავლიებარე დადებითად იყოს. ანუ ის თვისება თუ აქ იმას ის თვისება აქ ყველაფერში. ბუნებრივ მედიცინაში ეს ასია, ამიტომ აქ არ არსებობს ცალკე მაგალითად საკვერცხის სამკურნალო რაღაცა და ცალკე ისა რა ქვია. რა თქმა უნდა, უამრავ ახლა მცენარეულ ფიტოთერაპიას თუ ავიღებთ, იქაც არის მცენარეები, რომელსაც რაღაცა თვისებები შედარებით ძლიერი აქვს, რაღაცა თვისებები შედარებით ნაკლები აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე იმის თქვა მინდა რომ ახლა ქოლესტერინზე რო იყო 20 სახეობა წამალი მაგალითად აქ მაგალითად აი თუნდაც წნეხის მეშვეობით დაწურული ზეთი რომ არის მაგალითად კლიავი ხო ძალიან კარგია კლიავის ზეთი ქოლესტერინის დროს ანწლი დინდგელი ძალიან კარგია ქოლესტერინის დროს ანუ ერთი სახეობა ყოფნის მივხვდი აქ არ გჭირდება 1000-ნაირი სახეობა ამის თქვა მინდა და ჩემო სიყვარულებო მშვიდობიანი რომ მოიცადე მესენჯერი ნახევ. კი, ხათო ნახავ. ეხლა ერთი ბიჭი მელოდება კრონის ისა აქ რა ქვია დაავადება მაგას უნდა პასუხო და მე შენს მესენჯერს ნახავ. ასე რომ ჩემო ლამაზებო და ჩემო ძვირფასებო აი თუნდაც წნევის სწავლები ხო არის 80-ნაირი, 1000-ნაირი და რაღაცეები. ანუ ეს ნიშნავს რომ მიზეზე კი არ მუშაობენ შედეგზე და რა თქმა უნდა წნევის სწამალი უნდა დალიო. მე იმას კი არ გაიგოთ ეხა ზოგიერთმა უღმართება რა წნევის სწამალი არ უნდა დალიო. უნდა დალიო თუ არ დალიო შეიძლება ინსულტმა დაგარტყას და თავში ტვინის სისხლი ჩაგიქცეს და პარალიზებული დარჩე. ქოლესტერინის სწამალიც უნდა დალიო, ყველაფერი სწამალიდან დალიო, მაგრამ თუ კვება არ გამოასწორე თუ სწორკვებაზე არ გადახვედი და ეს ბუნებრივი საშუალებები არ დაიხმარე, ან გირჩი, ან ანწლი, ან დინდგელი, ან ასე შემდეგ, რა ვიცი, 1000 რაღაცეები არსებობს, მაშინ შენ მთელი ცხოვრება მოგიწევს იყო დამოკიდებული ამა თუ იმ პრეპარატზე და მე ამ პრეპარატებმა შეჩვევა იცის. თავარი მაინც კიდევ რაც რატომაც უნდა გქონდეს ეს ბუნებრივი საშუალებები რატო უნდა დაიხმარე, იმიტომ რომ თუნდაც ექიმის დანიშნული მკურნალობა იყოს გაცილებით შეწოვადი და შეთვისებადი და ეფექტური, იმიტომ რომ შენ შეიძლება თუნდაც $10,000 ძალიან ძვირიანი წამალი შეიძინო მაგალითად, მაგრამ როგორი შეწოვა შეთვისებადობა იქნება, აი ამაში შეიძლება დაგეხმაროს ანწლი, ამაში შეიძლება დაგეხმაროს მწვანე ჩაი, ამაში შეიძლება დაგეხმაროს მაგალითად უჯრედისით მდიდარი საკვები ბოსტნეული, ამაში შეიძლება დაგეხმაროს დამბალი ჩია, ოღონდ ჩია ეგრე არა რომ გადამბულად რო იცით და მე პირიქით უზოგს რო ყაბზობა გემართებათ, იქაც არის დოზირებები. ამაში შეიძლება დაგეხმაროთ მაგალითად აი კალიუმის ნაკლებობა ვისაც აქვს ბანანის ქექსში უფრო მეტი კალიუმია მაგალითად და ასე შემდეგ ხო 1000 თავარი ეს არის ჯანსაღი ცხიმები წმინდა ერბო ახალციხეში წმინდა ერბოს ვეძახით ყვითელი როა კარაქს რო გადაადნომ აი ვისაც წყლული გბი გაქვთ კუჭზე წყლული გაქვთ მაგალითად კრონის დაავადება გაქვთ და ასე შემდეგ ნატურალური ანუ ცხიმი რომელიც ახორცებს ამ წყლულებს ეს არის ღორის მუცლის ქონის ცხიმი ანუ მაგაში გაკეთებული საკვები ადრე 90-იან წლებში ეს რაფინირებული და მახინჯიზეთები რომ არ იყო იმიტომ ვიყავით ჩვენ ჯანმრთელები და ჯანსაღები რომ ყველანი ჭამდით ამ იმას რა ქვია სახლში გაკეთებულ ცხიმებს ხო ეს საქონლის წმინდა ერბო რაც არის ძროხის კარაქისგან და ღორის მუცლის ქონის ერბო რო არის და ასე შემდეგ ხო და ამიტომ თუ ამ ჯანსაღ ცხიმებზე არ გადახვედი და კვების დროსაც მაგალითად როცა ჩვენ ვიკვებებით ხო აი ინსულინ რეზისტენტობა არის დღეს ყველაფრის მიზეზი მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებული პოლიენდოკრინული გადაარქვის ახლა საკვერცხეებს და ადრე პოლიკისტური საკვერცხეები იყო და რაღაცეები ხო ამიტომ ჩვენთან ქართულ სუფრაზე მაგალითად ვიცით რომ ანუ ყველაფერს შემოიტანენ და ბოლოს შემოიტანენ ბოსტნეულს და ხილს ეგრე არ არის სწორი ანუ ის ბოსტნეული ჯერ უნდა მიირთვა ბოსტნეული ჯერ უნდა მიირთვა მწვანილები
და მე რა უკვე უნდა მირთვოთ ცილოვანი საკვები, კვერცხი, ხორცი და იმ მხოლოდ მე შეგიძლია მირთვა ნახშირწყლები, ხაჭაპური და ეგეთი რაღაცეები რა, ნუ პირველი მაინც უნდა ჩავდეს ბოსტნეული ორგანიზმში. ამიტომ ჯანმრთელობა ეს არის ცხოვრების წესი. სწორი კვება, ეს არის ცხოვრების წესი და ესეთი ბუნებრივი საშუალებები რაღაცები ხა გუშინ ერთმა ისე მომიშალა ნერვები მეო 6 რევმატოლოგი გამოვიცვალეო ვერავინ ვერ მიშველო და შენ მე რა უნდა მიშველო ამ რეზით მიყურებდა ლამის ჩაოფარე ეს ტელეფონი თავში მოთხარი ჩემთან რა გინდა მაშინ არაო შენზეო ესე ამბობენო ესე გაქებენო ესეთი კაი გოგო ესეთი კაი შედეგები აქვს და ანუ ვერ გავაგებინე რომ თავარი არის ანუ როგორ უყურებ შენ ორგანს ეხლა გლაუკომაზე რატო გამეცინა ეგრე მწარეთ იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის წვეთები უნდა ჩაიწვეთო რომ ის სიმპტომურად ის წნევა დაიჭირო და არ დაგაბრმაოს რა თქმა უნდა მაგრამ სისხლძარღვებზე სისხლძარღვების ელასტიურობაზე სისხლძარღვების კვებაზე ანუ შიგნიდან ხო არავინ არ ზრუნავს მერე შენ კუჭის მოქმედება გაქვს თუ არა ყოველდღიური მუცლის შეგერილობა შეინაცვლის მიკრობიომია როგორია მაგაზე ხო არავინ არ ზრუნავს მერე აი ეს ქოლესტერინი რაც არის ქოლესტერინი მეგობრებო რომ ამბობენ რომ ქოლესტერინი გაქვს მაღალი ის ქოლესტერინი იმიტომ გაქვს მაღალი რომ ორგანიზმმა საჭირო ჩათვალა მისი აწევა და ქოლესტერინი არის დაბალი სიმკვრივის აღარ არის მაღალი სიმკვრივის ანუ კარგი და ცუდი ქოლესტერინი ეგრეთ წოდებული და ის ცუდით საჭიროა გარკვეული დოზები სუნთქად ეგრე კი არ არის რომ გაანულო და რაღაცა ხო ანუ ყველაფერი დგას ბალანსზე ჯანმრთელობა ეს არის ბალანსზე ყოფნობა ანუ ის ცუდით საჭიროა რაღაცა დოზებით ხო და პასუხი მომწერეთ თქო რომ წავედი ახლა ლაილაი დამთავრდა ხალხი მწერს უნდა მივხედო აბა ჭკვიანით იყავით წარმატებებით თქვენ აქვთ ხო ცოტა მიწოდება გაუმჯობესეთ წავედი ხალხო ჭკვიანით იყავით მოკლედ წავედი